პოლიციიდან ადამიანების წამების კადრებმა გაჟონა ვიდეო ჩანაწერებში, რომელსაც ტევე პირველი ავრცელებს, ჩანს დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ცემა, გინება და შეურაცხყოფა. კარგად ჩანს მოძალადე პოლიციელების სახეებიც. ამავე ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს ამ მეთოდებით მოიპოვებდნენ. ხალხის წამების კადრებს კი საერთოდ ჩატში აგზავნიდნენ. ის, ვინც ამ ჩატიდან მამხილებელი ფაილები გადმოწერა დააკავეს. მოძალადე სამართალდამცველები იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. ვიდეო კადრები კი ქობულეთშია გადაღებული. ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ განცხადებები გაავრცელეს. ძალოვანი უწყებები თავს იმით იმართლებენ, რომ დანაშაული 2022 წელს მოხდა და სამივე პოლიციელი მომხდარიდან 4 წლის შემდეგ დააკავეს. კადრები ძველია, ასეთია ოცნების პროპაგანდის მესიჯბოქსი. ისინი სისტემურ დანაშაულს ვერ ხედავენ და ძალადობას შეთქმულების თეორიებით ამართლებენ. სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული. 4 წლის წინანდელია არც სულხან თამაზაშვილი ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც კობახიძე პრემიერ-მინისტრი. დამნაშავეები დაკავებულები არიან. ასეთი რეაგირების პრეცედენტების ნახვა გაგიჭირდებათ ევროკავშირში. წერენ მოროშკინა, ჟღარკავა და კუჭაშვილი. ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს ხსნის. გადაწყვეტილებას 27-ვე სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.